ევროპის თასი ჯომარდობაში დასრულდა. Სამდღიანი დაძაბული შეჯიბრი რამდენიმე დისციპლინა და 11 ქვეყნის 41 გუნდი. ევროპის თასის მფლობელი ცნობილია ჩეხებმა ამჯერად ყველას აჯობეს. პირველი 4 ადგილი ჩეხეთის უძლიერესმა გუნდებმა გადაინაწილეს, თუმცა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორგანიზებულობამ გუნდების, ანუ ჩვენი ქართული გუნდის მომზადების დონემ ჩვენს ჩეხ მეგობრებზე, რომ დღესვე მივიღეთ შეთავაზება, რომ საქართველოში ჩეხეთის ნაკრებები და ჩეხეთის გუნდები ჩამოვლენ და ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ ჩვენთან ერთად ზუსტად აი ამ დინარეზე. შესაბამისად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ალბათ ქართული ჯომარდის უდიდესი წარმატება. მე გილოცავთ ყველას აბსოლუტურად, ვისაც კი გული შესტკივა ჯომარდისთვის. ჩეხებს არც ქართველები ჩამორჩნენ. ქვეყნებს შორის მეორე ადგილის მფლობელი საქართველოს გუნდი გახდა. 25 გუნდს შორის კი ქართველმა სპორტსმენებმა მეხუთე საპატიო ადგილი დაიკავეს. ვაყოფილები ვართ ყველანაირად, იმიტომ რომ რაც შეგვეძლო 3 თვის განმავლობაში, რაც ვივარჩიეთ, ყველაფერი ჩაუდეთ, როგორც შეგვეძლო და გავედით ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე, ანუ 11 ქვეყნიდან მოგვიგო მარტო ერთმა ჩეხეთმა. და გავედით გუნდურში მეხუთე ადგილზე, იმიტომ რომ ჩეხეთს ყავდა 4 გუნდი ჩამოყვანილი და 4-ვე ასე თქვა დაინაწილეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ადგილი და მეხუთეზე გავედით ჩვენ, რა ვიცი. მაინც ვაყოფილები ვართ, იმიტომ რომ საქართველოს 10 ეულშიც არ მომხდარა არასდროს და პირველად 5 ეულში მოხვდით, მეხუთე ადგილი დავიკავეთ. დღის ბოლოს კი ყველა გუნდი ერთ სივრცეში შეიკრიბა და საზეიმო ვითარებაში დაჯილდოების ცერემონიაც შედგა. ჩვენმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია. თასის მფლობელები გავხდით. დინარეც ძალიან კარგი იყო და საერთოდ აქ ყველაფერი მოგვეწონა. ძალიან კარგი შეჯიბრი იყო. ბევრი ვეცადეთ. გუნდებს შორის მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ ყაზახეთიდან ვართ. ამ ფორმატის შეჯიბრში პირველად მონაწილეობთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველ რიგში ჩვენი შედეგით. ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. 2 თვის განმავლობაში ვემზადებოდით. დაჯილდოებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დიმიტრი ყიფიანი ამბობს, რომ მსგავსი სპორტული აქტივობები მუნიციპალიტეტში სპორტთან ერთად ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს. მიულოცავ გამარჯვებულ გუნდებს წარმატებას, ვისურვებ კიდევ უფრო მეც. ევროპის თასი ეს არის პირველი შეჯიბრება, რომელიც ბორჯომში ტარდება და მაღალი დონე აჩვენა საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის ჩატარების, რაზეც ძალიან კარგი რეცენზიები დაიმსახურეს და იმედი მოგცეს, რომ უფრო მაღალი დონის შეჯიბრებები, როგორც არის ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ბორჯომში. ეს უფრო კიდევ გაუთქვავს სახელს ჩვენ რაიონს, უფრო მეტად წარმოჩინების საშუალებას მიცემს და უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს კიდევ ჩვენ რაიონში. ევროპის თასი ჯომარდობაში საქართველოში პირველად გაიმართა. ჯომარდობის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ სპორტის ამ სახეობაში მეტი წარმატება ელოდებათ.